გაიართა ზოიძე 9 წლის. სწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და სიმღერა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ იბერიაში. ჯერ კიდევ ბაღში ვიყავი იბერიაში რომ მოვედი. პატარა რო ვიყავი, ცეკვაში მინდა და შესვლა და დედას ვეუბნებოდი სულ შემიყვანა. დამჯერა შემიყვანა და თვითონაც კმაყოფილია და მეც. ცეკვაში ყველაზე რთულია ხაზზე დადგომა. ყველაზე ადვილია ტრიალი. ცეკვა რომ არ არსებობდეს, ალბათ შევიდოდი ბალეტზე. მაქვს კარგი ტანი, კარგი გარეგნობა და სცენა ძალიან მიხდება. ადრე ვსწავლობდი ჩაქვის სკოლაში და იქ ბევრჯერ მქონდა სიმღერის კონცერტი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ლილითია ეს. მე მინდა ჩემი შემდეგი კონცერტი მქონდეს ესპანეთში. ახლა ვსწავლობ ინგლისურ ენას და ალბათ ვისწავლე ესპანურსაც. სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ ცეკვის კონცერტი მერჩენია. ჩემი საყვარელი სიმღერაა ორი უგდე საქართველოს. ორი უგდე საქართველოს, მთებს და ლელიანს, იავნანას დედასავით, ტკბილად მღერია. ცელქისიოსა დამღერის, აქსულს ხვარის და სამშობლოს ჩურჩული ცხომ დედის ხმარის. შინაგანად გძნობ, რომ მე აუცილებლად დავიპყრობ დიდ სცენას. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან კარგი გარემოას და ჩემი კლასელები ძალიან მეგობრულები არიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გაბრიელ მოფრინაძე. ყველა ჭკვიანები ვართ მე და მარიამ დუბლეიშვილი. ყველაზე მშვიდია ელენე გოხიძე. ყველაზე ცელქი მეგი ვარშანიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, კეთილი და განსხვავებული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი ჩემი დამრიგებელი მარინა ცინარიძე. იმიტომ რომ ძალიან კეთილია, ბავშვებს ძალიან არ უყვირის, ბავშვებს უჯერებს და რა თქმა უნდა კარგად გვასწავლის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავი. თუ მოცეკვავი ვერ გამოვალ მომღერალი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი პრინცესა ელზა. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ მივხვდი ძალიან დიდ მაგისტრის. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რადგან თინეიჯერი ვიქნები. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. ეს ფილმი ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვითამაშებდი ჰერმიონას როლს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა, 2 ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ანდრია. ის არის ცელქი, მხიარული და უყვარს ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება, გახდება ცნობილი ფეხბურთელი. ჩემი მამიკო არის მეგობრული, მხიარული, მშრომელი და სტუმართ მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და სულ კარგ ფორმაშია. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ კარგ ოჯახში ვცხოვრობ. ჯადოსნური ჯახი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. კიდევ ბუკნარს გადავაქცევდი პარიზზე ლამაზ ქალაქად. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქვას, რა მერქმევდა. მე ნუცა და მარქვა მომიკონდა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმევდა მარიამი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია შაკირა. ბედნიერება არის ცეკვა და ოჯახთან ერთად კარგი დროს გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.